მოგესალმებით ჩემო ძვირფასებო და ჩემო კარგებო, ჩემო მშვენიერებო, ჩვენ დღეს ჩავწეროთ ასეთი გაშლა, გავაკეთოთ. ჩვენი ტრადიციული გაშლა, ანუ რას მოგვიტანს ჩვენ მომდევნო კვირა, ხო? რა თქმა უნდა, პირველ რიგში ჩვენ გავაკეთოთ სიგნიფიკაცია, ანუ ვისთვის იქნება ეს გაშლა. რა ხდება? თქვენ სივრცეში რომ გაიგოთ, რომ თქვენთვის არის ეს გაშლა დღევანდელი. ნახოთ. Так, შემდეგი ჩვენ გვინდა გავიღოთ დღეს ჭირო მარჩეთი ავირჩიე და გვეხმაროს, ხო? 3 დასთა გამომდის აქა ჭირო მარჩეთი ის საგებია. Так, მომდევნო კვირის ენერგიები. ნახოთ, რაზე უნდა მივაქციოთ ჩვენ ყურადღება. Так, და დავიწყოთ ჩვენი ტრადიციული სამივე თემა. ანუ საქმე, კარიერა, საქმიანობა, სამუშაო. რას უნდა მივაქციოთ ყურადღება? გადმოხდა ვიღაცა, წავა, ყურუმი. ბოდიში, ყურუმი კი არა არის ვარსკვლავი ვიღაცას რაღაცა იქნება ძალიან პოპულარული. ძალიან ან გახვალთ ინტერნეტ სივრცეში, ან გაგეხსნებათ რაღაცა ნიჭი, ან გაიგებთ, რომ მე შემიძლია და მე ეს მინდა და ეს მე მიზიდავს. ნახოთ აბა კარიერაში რა გველდება ჩვენ, ხო, მომდევნო კვირაში. ფინანსები ნახოთ. აბა ფინანსური მდგომარეობა როგორი გექნებათ? ნახოთ, შევხედოთ. რას მოგიტანთ? ნუ დღეს კიდე მან არა მინდა გამოვიყენო, ვიცი რომ გიყვართ ურთიერთობაზე, აბა ვნახოთ ურთიერთობაზე რას გვაჩვენებს ჩვენ. რას გვაჩვენებს ჩვენი მანარიკუნა. არაფერს ვერ დაუმალავ მაგას, ხო? Так, ვნახოთ აბა. Так, ჩემო ლამაზებო, ნუ ეხლა ვისთვის არის ეს გაშლა? თქვენ შემიძლია გითხრათ, რომ ვიღაცა ძალიან ბევრს მუშაობს, აკეთებს თავის საყვარელ საქმეს, სხვათა შორის. კიდე გოგოებო, ვინც ეხლა ნუ რა ვქნა ასეა, ვინც ჩემ ტრენინგზე არის, ეხლა თქვენთვის არის ძალიან კარგი, თქვენი ენერგია, იმიტომ რომ თქვენ დაასრულებთ რაღაცას, ასრულებთ თქვენს თემებს, რომელიც რაღაცა თვირთიდან, რომელიც ეხლა დიდი ხანი იყო თქვენზე, თავისუფლდებით, ანუ ნამდვილად აი თქვენ თუ გაინტერესებთ, ეხლა რა შედეგი მაქვს, ხო? უკვე გაქვთ შედეგი, იმიტომ რომ თქვენ ახლა თქვენი თავი მოიპოვეთ, იმიტომ რომ უკვე აღარ ეს რასაც დიდი ხანი ეგინდოდათ, უკვე ეს თვირთი თქვენ გაუშვით რა, ყველა ვარიანტში მაგაზე იმუშავეთ. კიდე აქ შეიძლება როგორი მომენტი არის, იცით, თუ დაუშვათ არის სამსახურზე საქმე, მაგრამ აქ იმ შემთხვევაში თუ დაუშვათ თქვენი საქმე ძალიან მოგწონთ, მაგ შემთხვევაში მე შემიძლია გითხრათ, რომ რაღაცა რთული პერიოდი სრულდება. დიდი ხანი ამას ელოდებოდეთ, აქ შეიძლება ფინანსური ცოტა მომენტი გქონდათ თქვენ რთული, მაგრამ მაგასაც აი თითქოს გადალახეთ რა, მოდით ასე რომ ვთქვათ რა. ადამიანი აქ ბევრს შრომობს, მაგრამ აკეთებს საქმეს, რომელიც მას მოსწონს და პრინციპში შემოსავალი ცუდი არ უნდა გქონდეთ რა, უფრო მეც ელოდებით შეიძლება, მაგრამ აქ მთავარი ეს არის, რომ თქვენ აი აქ უეჭველი არის ის რითიც ხარ დაკავებული, თქვენ მოგწონთ, თუ არის სამსახურს თუ ეხება, ხო? იმიტომ რომ იცით თქვენ როგორ უნდა გააკეთოთ, რანაირად უნდა გამოცდილება დიდი გაქვთ, მაგრამ ასე ვთქვათ, კიდე ვიღაცას გქონდა ცოტა რთული პერიოდი, შეიძლება მართლა ფინანსებში, შეიძლება, რთული როგორ იცით, მაინც ახლა ან ბევრი შრომა გიწევდათ იმისთვის, რომ ფული მოგეპოვათ, იმიტომ რომ ახლა ისეთი არკანები არის აქ. და კარგით, ახლა პრინციპში სიგნიფიკაცია გასაგებია.
ანუ რა გელოდებათ? ხმალები და კიდევაც მე-15 ენერგია. ნუ აქ შემიძლია გითხრათ, განთავისუფლება მიდის ნამდვილად. აი ნახეთ, ეხლა ყველა ვარიანტში ეს ნუ მე ხა просто ვიცი რომ ეს გოგოები ვინც ახლა კი არიან, ახლა ამ წუთში ჩვენ მუშაობთ აი კარმული ურთიერთობის განკურნებაზე და პლუს კიდე აქ რა თქმა უნდა ადამიანები ვინც ახლა ცდილობენ გამოსვლას რა ამ ძნელი სიტუაციებიდან აქ არის გამოსვლა, აქ არის დასრულება, ყველა ვარიანტში გაქვს დასრულება და ახალი გზა, ახალი გეზი, ახალი ინტერესები და იმიტომ რომ აქ როგორი მომენტი არის, იცით? აი თითქოს ამ ახალი ცხოვრების გასაღებს პოულობ რა, ანუ კი რთული იყო თუ რაც იყო, მაგრამ აი თითქოს ნახეთ აქ როგორი საინტერესო აი ჩემი თქვათ აი გონებრივად მთავარი რომ ხმალები არის ჩვენი გონება, ხო? გონებრივად თითქოს ადამიანი ყველანაირად აი ამოჯირკვავს აკეთებს რა, всё მე თავისუფლდები. იმიტომ რომ ნახეთ როგორი წინსვლა არის აქ. გამოდის ადამიანი იმ ენერგიებიდან, რომელიც მაგას ნუ ეხლა მე-15 ენერგია ეს არის ყოველთვის როგორი მომენტი, იცით? რომელიც ჩვენ გვაჩვენებს ჩვენ იმას, რაც ჩვენ არ გვინდა დავინახოთ, ჩვენი აჭირდილი რა, რომელიც აი მეორე მხარი ჩვენი ცხოვრების, ჩვენი ხასიათების და აქ თითქოს აი გასაღებს, აი ამოვგლიჯავ რა, აი გასაღები უდეს, შენ გასაღები შენი ცხოვრების და აი აქ არის ზუსტად აი ამაზე თითქოს ისეთი მომენტი, რომ აი ნახეთ როგორი აქ კიდე ბუ არის და ანუ ეს არის სიბრძნე რა, ანუ თითქოს რაღაცა მომენტი, ნუ ანუ რაღაცა ინფორმაციას გაიგებთ უეჭველი თქვენს კარმულ თემებზე რა. იმიტომ რომ ნუ ან ისეთ რაღაცას გაიგებთ, რომელიც საკრალური ინფორმაცია კიდე შეიძლება მოგეცემათ თქვენ, რომელიც მოგცემთ ბიძგს ზუსტად იმისთვის, რომ თქვენი ცხოვრება უფრო შეცვალოთ, უფრო მაგრად დაიწყოთ, იმიტომ რომ აი ახლა კიდე დაუბრუნდები ახლა ამ ტრენინგს, რომელიც ახლა ტარდება, ჩვენი მესამე მოდული იქნება ძალიან მაგარი, საინტერესო, სადაც მე აუცილებლად ყოველს მაგათი კარმა მინუსში და პლუსში, რომელიც ჩვენ გვეძლება, პლუსში ეს რაც ჩვენ ახლა ბონუსი გვაქვს სამყაროდან, რაც ჩვენ ახლა დავიმსახუროთ, მინუსი რაც ახლა უნდა დავამუშაოთ. და ეს არის საკრალური ცოდნა, რა თქმა უნდა. რომელიც აი არის აი ნუ დამალული არის რა და აი ამას თითქოს ნუ დავიჭერ, გავიგებ რა და რა თქმა უნდა უკვე სხვანაირად ვიმოქმედებ. ანუ იმიტომ რომ ეს არის თან ნახეთ ეს ხო გონებასთან არის დაკავშირებით, იმიტომ აქ არის ისეთი მომენტი, როცა შენ იცი პასუხი, რატო ხდება, რისთვის ხდება, ანუ ეს ყველანაირი უკვე მიდის შენი ცხოვრებიდან ეს მიჯაჭვულებები და რაღაც მომენტები და ასე შემდეგ რა. კიდე აქ რა შეგვიძლია იყოს, შეიძლება იყოს, ნახოთ, აბა კიდე ვკითხავ მაინც რა ინფორმაცია. ნუ კი ბატონო, ხო, ეს რაც ახლა გაწუხებდა თქვენ, ეს კი ბატონო, მე-5 ვფიქრობდი რომ კი, აი ეს რაც გაწუხებდათ ყველანაირად გამოდი ხართ. კიდე ნახეთ, თუ დაუშვათ რამე კონდა თქვენ აქ რაღაცა ეჭვიანობა შეიძლება იყოს აქ რა, ანუ თქვათ ეჭვიანობდით, შეიძლება, ანუ ან შეიძლება კონდეთ ეჭვიანობა, რა ვიცი, თქვენ პარტნიორზე დაუშვათ, ხო? შეიძლება ცოტას ენერგიულებთ, ან იფიქრებთ, რომ რაღაცა იცის ხოლმე რა, აქ თასები ვუყარვარ, არ ვუყარვარ, ვაიმე, ახლა საერთოდ ნუ აი ეგეთი რაღაცაც შეიძლება იყოს ცოტა, მაგრამ კარგად დამთავრდება, რაც მთავარია. იმიტომ ჩვენ ხო ერთი კვირის განმავლობაში ვუყურებთ რა. აქ კიდე შემიძლია გითხრათ, გოგოებო, შეიძლება ყოფილი პარტნიორის ვიღაცასთან დაბრუნდება და ან რამე ინფორმაციას გაიგებთ თქვენ ყოფილ პარტნიორზე. და შეიძლება როგორი მომენტი არის, იცით, კიდე შემიძლია გითხრათ რაღაც არჩევანის წინ შეიძლება დადგეთ თქვენ. იმიტომ რომ
ვიღაცასთან შეიძლება დაბრუნდეს პარტნიორი, რომელიც თქვა, თქვენ ახლა დიდი ხანია მაგაზე ფიქრობთ, ხო? და იქნება სიტუაცია, დავრჩ მასთან თუ არა, იმიტომ რომ აქ ესეთ ბევრი მოგონებები გაქვთ, გაიგეთ მაგ ადამიანზე. ამიტომ შეიძლება ვიღაცისთვის ეს ინფორმაციაც იყოს, მაგრამ ხო გეუბნებით, თქვენ აქ არჩევანს გააკეთეთ ყველა ვარიანტში. ეს კარმული პარტნიორი უეჭველე. აქ არის დაბრუნება, მაგრამ აი ვინც ახლა გოგოები ჩემი მუშაობენ, თქვენ დაასრულებთ ძალიან გემრიელად ამ ყველაფერს გაუშვებთ. ამ სიტუაციებს, მართლა გაუშვებთ, ძალიან მაგრად გაუშვებთ და აი მივხვდებით ზუსტად აი შეიძლება ამ კვირაში უკვე იგრძნოთ შედეგი და მივხვდებით რომ ისე გამთავისუფლდი მე ამ ცუდი ფიქრებიდან, ცუდი აზრებიდან, ცუდი რაღაცες შველა ვიგრძენი. აი აქ უეჭველი გექნებათ შველა. და შეიძლება სხვათა შორის ვიღაცასთან ახალი პარტნიორიც შემოვიდეს. არ გამოვრიცხავ. თან ძალიან სერიოზულად. აქ კიდე შეიძლება თუ დაუშვოთ თქვენ რამე ფულთან დაკავშირებით გქონდათ, ნახეთ, აი შეიძლება სიტუაცია, გაერკვას კიდე რა. იმიტომ რომ მე-15 ენერგია ეს არის საერთოდ მიწიერი ენერგია რა, რაც ხდება ჩვენ ცხოვრებაში ყველაფერი აბსოლუტურად თუ აქ თითქოს შემიძლია გითხრათ რომ აი თუ დაუშვოთ რამე სიტუაცია გაქვთ აი ფინანსებთან დაკავშირებით, აი შეიძლება თქვათ ნერვიულოთ რამეზე, მე აი ძალიან კარგად გამოხვალთ, აი შეიძლება თვის ბოლოს, თვის ბოლო პრინციპი ისედაც არის ხო, კვირის ბოლო, უკვე თვის ბოლოც არის რა. ძალიან კარგად გამოდიხართ ამ სიტუაციიდან, შეიძლება ვიღაცას გექნებათ, აი ან პარტნიორზე ხო გითხარით, მაგრამ შეიძლება სხვათა ბიჭებო თქვენ შეიძლება გაიგოთ, რომ თქვენი კალბატონი ორსულად არის. კიდე ნახეთ, თუ დაუშვათ, აი ეს იქნება ვიღაცისთვის, ძალიან ვიღაცისთვის, აი რამდენიმე შეიძლება ერთისთვის, რა ვიცი, ინფორმაცია, რომ აქ ფრთხილად იყავით, თუ დაუშვათ, თქვენ ხართ ორსულად, ხო? მაქსიმალურად თუ დაუშვათ, იგრძენით, რომ რაღაცა ტკივილი, რაღაცა ვერ ვგრძნობ თავს კარგად, ეგრევე საავადმყოფოში და მაგრამ დარწმუნებული იყავით, რომ მშობიარობა თუ დაუშვათ, თუნდაც ნაჩქარევი იყოს, თქვენ აქ ძალიან მაგრად ყველაფერი ჩაევლის, აი 100%-იანი კარგად, აი ძალიანագրად ანუ არ შეგეშინდეთ არავითარ შემთხვევაში რა. იმიტომ რომ აქ კარგად ჩაევლის ეს ინფორმაცია იყო ვიღაცისთვის ალბათ ყველასთვის რა თქმა უნდა არა. ვიღაცისთვის იქნებოდა საჭირო, თქვა, თუ დაუშვოთ თქვენ აი ბოლო დღეებში ხართ, ან ბოლო თვეში ხართ, ხო? ან ისედაც ხო, თქვა, შეიძლება ზოგი ახლა მე-7 თვეშიც რო იყოთ, მაინც იცოდეთ თქვენ, რომ ისე რა ქვია, რაც არ უნდა მოხდეს, მაინც კარგად დასრულდება რა, ბავშვი გაჩნდება რა, ჯანმრთელი. Так, სამსახური. სამსახურში მე შემიძლია გითხრათ, გექნება ძალიან კარგი წინსვლა. გექნებათ ბევრი თქვათ ვიღაცა, თუ დაუშვოთ თქვენ სწავლობთ, მე შემიძლია გითხრათ, რომ ძალიან ისეთი ძლიერი ვიღაცა ხართ, რომ თქვათ შემდეგ კურსზე გადადეხართ, თუ სწავლას ეხება დაუშვოთ, რომ ვიცი ახლა პატარა გოგოებიც არის, ან ზოგი შეიძლება ისე სწავლობს, თქვათ, ხო, სიძლიერე. კიდე თქვენ ახლა თუ დაუშვოთ ვინმე სასწავლეთ რამეს, აქ იცოდეთ, რომ თქვენ ძალიან იქნებით, როგორ იცით, ანუ იმდენად სიძლიერეს დაენახავენ ხალხი თქვენში, რომ დაჟე შეიძლება აი ვიღაცებს თქვათ რეკომენდაციას გაგიწევენ უეჭველი, აი თქვათ სააგენტოში მუშაობთ სადმე, ხო? არა აქვს მნიშვნელობა აი ადამიანის კლიენტებთან მუშაობთ, იცოდეთ, რომ თქვენ გაგიწევენ ყველა ვარიანტში რეკომენდაციას. თან ძალიან ბევრი ადამიანები გაგიწევენ რეკომენდაციას, იმიტომ რომ როგორც აი კაი გამოცდილი ძლიერი სპეციალისტი ან კომპანია შეიძლება თქვენი იყოს, გაგიწევენ მაგაში თქვენ ყველანაირად რეკომენდაციას. შეიძლება თქვენ დაუშვოთ თუ ეძებთ სად მინდა გავაგრძელო სწავლა, თქვათ, ხო? აქ მიიღებთ თქვენ ინფორმაციას, რომ აი გადაწყვეტილებას მიიღებთ თუ დაუშვოთ მე სწავლას ავირჩევ, უშუალოდ აი იქ, აი სადღაც მიგითითებენ თქვენ
გადაწყვეტილებას მიიღებ. დაწყებაც არის აქ რაღაცა სწავლის. სხვათა შორის ჩვენ ახლა ამ კვირის ბოლოს გვექნება მარათონი ტაროზე, ახალი კურს ვიყვან ჩვენ მანარაზეც და კლასიკაზე და ამიტომ ვისაც გაინტერესებს მობრძანდეთ. ახლა იქნება ინფორმაცია უცბად გამახსენდა ახლა ამაზე. ხო და ამიტომ ეგაც გაითვალისწინეთ, რომ აქ პრინციპში თქვენ ან თუ ასწავლეთ, ან თუ სწავლა გინდა. თქვენ მოგეცემათ საშუალება, რომ აირჩიოთ ის სადაც უფრო ან სკოლას თქვათ ირჩიებთ. ნუ არა აქვს მნიშვნელობა, აქ უბრალოდ ახლა ისეთი ის არის, რომ თქვათ ინტერნეტში რაღაცა გინდათ. თუ მუშაობთ თქვენ დაუშვით ახლა ინტერნეტში, ხო, გეუბნებით კლიენტებს, თქვენ გამოგიგზავნიან რა, იმიტომ რომ როგორც აი კარგი სპეციალისტი თუ დაუშვით თქვენ დაიწყეთ ახლა და ახალი ხართ თქვენ საქმეში, შეიძლება ნერვიულობთ, რომ რა ვიცი, ახლა აი რამდენად შემიძლია, რამდენად ძლიერი ვარ, მე შემიძლია გითხრათ, რომ აქ წამოვლენ თქვენსკენ კლიენტები აუცილებლად წამოვლენ და თუ დავუშვათ ხელფასი ვინმე დაგიგვიანათ, ხო? ნუ ელოდებით მიიღებთ ამ ხელფასს თქვენი სამსახური, თქვენი საქმიანობა, იმიტომ რომ აქ არის როგორ მომენტი, იცით, აი თქვენ თვითონ ნახეთ, ნახეთ ან წეხან ხო იყო ვარსკვლავი, თქვენ თვითონ იმდენად არიცით და არაფასებთ თქვენს თავს, როგორც აი თქვენ უფრო გაფასებენ სხვები. აი, იმიტომ რომ თქვენ ხართ ძალიან ძლიერი სპეციალისტი იმ დარგში, რა დარგშიც მუშაობთ. და აუცილებლად რეკომენდაცია იქნება თქვენზე, აი თქვა სამსახურს ეძებთ, თქვა ხო დაუშვათ. აუცილებლად თქვენ ამ სამსახურს ნახავთ. თან ძალიან კაი სამსახურს ნახავთ, სადაც შეაფასებენ აი თქვენს შრომას და იმიტომ რომ ნუ აი ესეთი რეკომენდაცია ხო არის თქვათ, რომ ადამიანი ძალიან მაგარი, ძალიან ძლიერი, ამიტომ მაგას მიმართეთ. თქვენ და თვითონაც არა ხართ მაგაში დარწმუნებული. და შეიძლება ვფიქრობთ, რომ რა ვიცი მე ახლა ახალი ვარ, ან საქმე არ ვიცი, ან ახლა მინდა დავიწყო, ან თქვათ ახლა რამდენად წამოვლენ, ან გაქვთ თქვენ გაიგეთ, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ უნდა გაგეხარდეთ იმისი, რომ თქვენთან მოვლენ ეს ადამიანები და კიდევაც აი როგორც ძონ გეტყვენ, რომ მაგარი სპეციალისტი ხარ და ჩვენთან გვინდა, რომ თქვათ ახლა გავიაროთ, ნუ რამე კონსულტაცია სიტყვაზე და აქ შეიძლება იურისტის ხარ, ექიმი ხარ, რა ვიცი, არა აქვს მნიშვნელობა ვინ. უბრალოდ აქ მაჩვენებენ, რომ თქვენ დაინახავთ იმის მიუხედავად, რომ თქვენ თვითონ შეიძლება არ გჯერათ, მაგრამ იმის მიუხედავად ადამიანები თქვენ დაგაფასებენ ძალიან და გაჩვენებენ რამხელა ძლიერი ხარ შენ საქმეში. მოდით ასე ვთქვათ. შეიძლება ვიღაცას დაუშვათ, ნუ აქ უფრო ეგ არის რა, даже ვერ ვეტყვი რომ გადასვლაზე და რამეს ვერ გეტყვით ახლა, მაგრამ აი რაც გითხარით, ეს იქნება უეჭველი რა. თქვენსკენ წამოვლენ აი თითქოს რო გითხონ ვინმეს ხო, თქვა და აი ვინ აი ამასთან და თქვენ თვითონ თქვენ თავს იმდენად არაფასებთ, როგორც აი ხალხი და თქვენი აი ვინც თქვენზე ფიქრობს, თქვა, ნუ რეკომენდაცია შეიძლება ესეთი გაგიწიო და თქვენ თვითონ გაუცდებით, რომ აი მე რა მართლა ჩემთან მოყვედით. აი ეგ არის რა. Так, ფინანსური მდგომარეობა გვაქვს ჩვენ აქ როგორ ის ძალიან სასიამოვნო შემიძლია გითხრა, პრინციპში კმაყოფილი იქნებით. შეიძლება ნუ აქ რაღაც ემოციები გვაქვს ჩვენ, მაგრამ როგორ არის, იცი შეიძლება კი ნერვიულობ დაუშვათ, აქ ვიღაცა შეიძლება ბავშვებისთვის გჭირდებათ რამე თანხები და მაგაზე ნერვიულობთ, რომ თქვათ ახლა მან მინდა დავეხმარო, ან მინდა რაღაცა გავაკეთო და არ ვიცი და მაგრამ პრინციპში ახლა რო გითხრათ აი კომფორტული ზონა არის ეს რა, ანუ კარგად იქნებით პრინციპში იმის მიუხედავად, რომ თქვენ აი დაუშვათ თუნდაც ნერვიულობთ, სანერვიულო პრინციპში ისეთი არაფერი არა გაქვთ. ნუ ხო. პირიქით, თქვენ ნახათ რა მაგარი გოგო ხართ, აქ ბიჭი გოგო რა, ვინც უყურებთ. ესე იგი აქ ნუ უბრალოდ დედოფალი რო არის. ეხლა მომისმინეთ, აქ არის როგორი მომენტი. აქ თითქოს რაღაცა თქვენ ბრუნდებით ისეთ კომფორტულ ზონაში, აი დაუშვათ, ნახეთ. შეიძლება თქვა, თქვენ ფიქრობთ, რომ აი არ ვიცი, ჩემთან კლიენტები ვაფშე მოვლენ თუ არ მოვლენ, დაუშვათ, ხო? ანუ ან საერთოდ ახლა მექნება თუ არა სამსახური, ან რეკომენდაციას გამიწევენ, ნუ მივხვდით, სამიანი არის რა, აქ რა. და მაგრამ რა ხდება, იცით, რომ ან შეიძლება დაუშვათ, იყო პერიოდი, რომ თქვენ გიწევდეთ ბევრი შრომა.
იმისთვის რომ თქვათ ფული მოგეპოვოს, შეიძლება თქვათ შეაჩერეს, არ მოდიოდა რაღაცა ეგეთი პროცესები თუ იყო, აქ თქვენ ყველაფერს აბსოლუტურად, აქ გაგეხარდებათ ძალიან, გაიგეთ? მაინც ახლა თქვენ შეიძლება იფიქრებთ, რომ არ მაგრამ კომფორტულად იგრძნობთ თავს, ანუ ყველაფერზე რაზეც გჭირდებათ, გექნებათ თანხა. რაღაცა რთული პერიოდი სრულდება და შემოდის ისე თქვათ ისეთი შემოსავალი, რომელიც თქვენ გაკმაყოფილებდათ რა, კარგად გრძნობთ თავს. გაგეხარდებათ, კი, გაგეხარდებათ, იმიტომ რომ ხო გეუბნეთ, აქ თქვენ რაღაცა თქვენს აი თავს აჩვენებთ როგორც მაგარი სპეციალისტი, იცით? არა აქ კიდევაც გეუბნებით მნიშვნელობა, რითი ხარ დაკავებული რა. მოდით აი ასე ვთქვათ. უბრალოდ თქვენ თვითონ აი შეიძლება იყო რაღაცა რთული პერიოდი და ამ რთულმა პერიოდამ აი ნახე მოლოდინში ვიყავი, მაგრამ მჯეროდა მაინც რომ ყველაფერი კარგად იქნება, მაგრამ მე ველოდებოდი, კი, რაღაცა რთული პერიოდები შეიძლება გქონდათ, რაღაც პერიოდი, მაგრამ ეს პერიოდი სრულდება, ხო ხვდებით, გამოდიხართ, აი ახაც თქვენ მოერევეთ ამ შეიძლება თქვათ, ახლა ფულის თემაც იყოს, ან რაღაცა თქვათ გჭირდებოდეთ რაღაც მომენტები. აქაც ნახეთ ხო გითხარით, რომ კი, რაღაც ეს თქვენი სანერვიულო მთავრდება. იმიტომ რომ აქ ნახეთ, ეხა იმპერატორი ყველა ვარიანტში, ეს არის სიუხვე, ეს არის და პლუს კიდე ხა რთული პერიოდი მთავრდება და მოდის ის კომფორტული პერიოდი, რომელიც თქვენ ნამდვილად გაგახარებთ. ურთიერთობა. ოი, დავმალო. Так, ურთიერთობაში ნახეთ რა ხდება. აქ ცოტა არის შეიძლება მონატრება გქონდეთ თქვენ. შეიძლება ცოტა ეჭვიანობა, აქაც ხო ვთქვით რაღაცა ურთიერთობა შეიძლება ეჭვიანობთ რამეს რა. აქ გოგოებო არის კიდე როგორი მომენტი. გეტყვით ახლა თუ ვიღაცას ყავთ მესამე პირი, აი თქვა დაუშვოთ თქვენ ახლა ხართ სამკუთხედში, ხო? სამკუთხედის თემა რაღაც ცოტა არ მომწონს მე. თითქოს დასრულდება, თუ რა არის, რა მითხარით, რატო არის კონტროლის ქვეშ იღებს თავისი მოცემებს, თუ რა ხდება? Всё, უშვებს, ხო? კი ბატონო. ნახეთ რა ხდება. თუ თქვენ დაუშვოთ, გქონდეთ რაღაცა მომენტი, რომ თქვენ აი ხო გითხარით გოგოებო, თქვენ ვინც ხართ ჩემთან ტრენინგზე, თქვენ იცოდეთ, რომ აი მართლა მაგრა დაამუშავეთ, вообще გაუშვებთ ამ ყველაფერს, ამ დარწს და მორჩება რა ეს სიტუაცია, всё მორჩება. აი წარსულს ჩაბარდება, კონტროლის ქვეშ იღებთ თქვენ ემოციებს და ანუ ეს აი თავისუფლდებით. მაგრამ ვინც არ არის, ხო თავისუფლდი, ხო ხედავთ, აი ნახეთ მსუბუქად იქნებით ძალიან. ხედავთ ხო აკა? ძალიან მსუბუქად იქნებით ძალიან კარგად. ანუ რაღაცა პერიოდი, რომელიც თქვა თქვენთვის იყო შემაწუხებელი, ეს პერიოდი всё მორჩება. ყველასთვის ანუ არ გექნებათ რაღაც აი თითქოს წარსული всё მე ვუშვებ, მე უკვე ანუ გამთავისუფლდი და მზად ვარ რომ შეიცვალოს ჩემი ცხოვრება, შეიცვალოს თქვენში შინაგანად რაღაცა იცვლება. კი. უკვე უშვებთ ამ ყველაფერს, რაც თქვენ აღარ გჭირდება, თქვენს თავს ირჩევთ ნამდვილად და ძალიან კარგად იქნებით აქ. შემიძლია გითხრათ, იმიტომ რომ აი თითქოს რაღაცა ძველ პროგრამებს უშვებთ, ხო? უფრო თქვენ, ანუ ვინც თქვენ არ გჭირდებათ, ნამდვილად არ გჭირდებათ, აქ განთავისუფლება, აი აქ ნამდვილად არის კარმული ურთიერთობიდან განთავისუფლება. აი აქაც ხო გეუბნეთ, რაც მე ძალიან მაწუხებდა, მანერვიულებდა, იმას უშვებ. კი ბატონო, კი, იმიტომ რომ აქ ადამიანები დაამუშავებენ თავის თავს ძალიან მაგრად რა. ნუ აი უფრო ხო? აი რაც გაწუხებდა, რაც განერვიულებდა, რაც აი ეს ეხება კი. всё, დასტაბილურდება სიტუაცია. სხვათა შორის კიდე გოგოებო, აი კითხვა გქონდა თქვენ, ვინც ტრენინგზე ხართ, რომ ვისაც ყავთ პარტნიორი ეხლა და მასთან გქონდა თქვენ პრობლემები, ხო? აი даже ეხლა აქაც გიპასუხებთ აი ამ გაშლით, რომ თქვენი სიტუაცია, რომელიც იყო მტკივნეული, ის დასრულდება. ანუ ეს თქვენ რაც გააკეთეთ ეს პრაქტიკები, თქვენ დაგეხმარებათ ყველა ვარიანტში და ნამდვილად იმ თქვენ პარტნიორთან ნახავთ თქვენ როგორ დასტაბილურდება სიტუაცია.
აი დაინახავთ, რომ ის პრაქტიკები თქვენ დაგეხმარებათ და დასტაბილურდება სიტუაცია. მართლა ძალიან მაგრად დასტაბილურდება, კი. 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 всё, ჩემო სიხარულებო, პრინციპში ახლა მე ვფიქრობ, რომ ძალიან კაი გაშლა იყო. ნუ გაფრთხილება ყოველ შემთხვევაში ჩვენ მივიღეთ და მე გისურვებთ როგორც ყოველთვის ყველაფერს კარგს და სულ ბედნიერები იყავით და აღდგომასაც გილოცავთ სულ ყველას. ღმერთის ფარველობის ქვეშ იყავით მუდამ.